ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტში შეიყვანა. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოს ქალაქ ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ყიდის, ძალაში 6 თვეში შევა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ეს კონკრეტული ზომა 6 თვიანი ვადის ერთგვარი დედლაინის დაწესება ევროკავშირმა საკუთარ პრაქტიკაში პირველად გამოიყენა. წყაროს განმარტებით ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მზაობა სასანქციო მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან თუკი 6 თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო ვითარება არ შეიცვლება და ის რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს, სანქციები სრულად ამოქმედდება. ამასთან საწარმოზე ტრანზაქციების შეზღუდვები მომდევნო პაკეტითაც გავრცელდება. შეზღუდვის ამოქმედების თარიღად ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში 2027 წლის 25 იანვარია მითითებული. სანქციების ამ პაკეტში ჩვენ შევიტანეთ წინადადება ყულევის სანქციების სიაში დამატების შესახებ. როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსიები გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ მოახდენენ დივერსიფიკაციას და უარს იტყვიან რუსულ ნავთობზე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ დავუშვით 6 თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ყულევი აღარ იქნება სიაში, ხოლო თუ ვალდებულებები არ შესრულდება, საბჭოს შევთავაზებთ, რომ ის დარჩეს სანქცირებულთა სიაში. საუბარია ყულევის ქარხანაზე და არა ყულევის პორტზე, რომელიც 2026 წლის პირველ ნახევარში უკვე გადაურჩა ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრას. პორტის შეყვანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში განიხილებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ოსალივანის თანახმად პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა რიგი ვალდებულებები აიღეს. მისივე ცნობით ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ გეგმავენ არ დაუშვან სანქცირებული გემების პორტში შესვლა ან მომსახურება. ყულევის ნავთობტერმინალი არის ლოგისტიკური ჰაბი, რომლის მთავარი დანიშნულება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღება, რეზერვუარებში შენახვა და ტანკერებში გადატვირთვა. ის აზერბაიჯანულ კომპანიას სოკარს ეკუთვნის. 2008 წლიდან ფუნქციონირებს და იქ ნედლი ნავთობის ქიმიური გადამუშავება ან საწვავად გარდაქმნა არ ხდება. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კი სამრეწველო საწარმოა. ის შპს ბლექსი პეტროლიუმის პროექტია. ტერმინალის მახლობლად მდებარეობს და მასთან ნედლეულის მისაღებად და პროდუქციის ექსპორტზე გასატანად ინფრასტრუქტურულად არის დაკავშირებული. ქარხნის მფლობელი ბლექსი პეტროლიუმის დამფუძნებელი ბიზნესმენი და დიზაინერი მაკა ასათიანია. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საქართველოს განვითარების ფონდმა და ბიძინა ივანიშვილის ქართულ ბანკმა. ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, ასევე მსხვილ ბელორუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელორუსული ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის შეიქმნა. დამატებით სანქციების პაკეტი ქმნის შესაძლებლობას აიგრძელოს ტრანზაქციები რუსეთსა და მესამე ქვეყანაში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ და გადაამუშავებენ. ამ ჩარჩოში ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც ძალაში 6 თვეში შევა ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს ყულევში. მეტიც, ევროკავშირმა 5 ნავთობრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო. ქარხნის ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში შეყვანის გამო წუხილს გამოთქვამს მაკა ბოჭორიშვილის უწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდისავლისთვის. ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდისავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტის მომზადების პროცესში ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას. საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაცია
ინფორმაციის გაზიარებისთვის. რა შედეგები მოჰყვება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის ევროკავშირის სანქციების ამოქმედებას. ექსპერტების შეფასებით, თუ 6 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სანქციები სრულად შევიდა ძალაში, საწარმო პრაქტიკულად სრულ საფინანსო და ოპერაციულ ბლოკადაში მოექცევა. სექტორის სპეციალისტები ამბობენ, რომ სატრანზაქციო აკრძალვა ქარხანას გადაუკეთავს წტომას საერთაშორისო საბანკო სისტემაზე და შეაჩერებს პროდუქციის ექსპორტს. გარდა ამისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ რეპუტაციულ რისკებსაც. დასანქცირებულ ობიექტთან თანამშრომლობას სავარაუდოდ მოერიდებიან არარუსული ნედლეულის მომწოდებლები და ადგილობრივი კომერციული ბანკებიც, რათა თავად არ გახდნენ მეორადი სანქციების სამიზნე. ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქარხნის დასანქცირებაზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. გოცირიძე განმარტავს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქარხანას რუსული ნავთობპროდუქტების შემოტანისა და გასაღების შესაძლებლობა მისცა, რამაც საწარმო პირდაპირ ევროკავშირის სანქციების დარტყმის ქვეშ დააყენა. საქართველოს მთავრობა არის თავარი დამნაშავე იმაში, რაც დღეს ხდება. ვინაიდან ჯერ არ მომუშავე მშენებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისათვის გამოსცა გასული წლის ოქტომბრის თვეში სპეციალური დადგენილება, სადაც ამ ქარხანას მიეცა უფლება შემოეტანა რუსეთიდან ნახევრად დამუშავებული დიზელის საწვავი. ანუ ნახევარ ფაბრიკატი. მართლაც შემოვიდა ეს ასე ვთქვათ საქონელი, ოღონ გაფორმდა როგორც რუსული ნავთობი, ნედლი ნავთობი და არა ნახევრად პროდუქცია. თითქოს და მან ნефტი ნავთობი გადაამუშავა და ამით შექმნა ასე ვთქვათ ქართული პროდუქცია და გაიტანა ექსპორტზე, ნამდვილად იცვლებოდა ქაღალდი, შემოდიოდა რუსეთის დიზელის საწვავი დაუმუშავებელი და გადიოდა. დღეს ამ ქარხანას არ შეუძლია წარმოოს როგორც დიზელის საწვავი, ასევე სხვა მათ შორის პროდუქცია, მათ შორის ბენზინი და 2028 წლისათვის გვირდებიან, რომ მათ ამის ასე ვთქვათ წარმოება შეუძლიათ. ანუ რა გამოდიოდა? რუსეთიდან შემოქონდა დიზელის ნახევარ ფაბრიკატი და თავადაც დიზელის ნახევარ ფაბრიკატი გაქონდა უკვე მსოფლიო ბაზარზე. და რაღაც არნახული ოდენობის ექსპორტი მოახდინა და დაახლოებით $700 მილიონი ქართული ასე ვთქვათ ნავთობპროდუქტი გავიდა მსოფლიო ბაზარზე გასული წლის ნოემბრის თვიდან დღემდე. ეს წარმოუდგენელია. თემაზე დღეს კომენტარები გაკეთდა ოპოზიციაში. მათი ნაწილის თქმით, ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი ქართული ოცნებისთვის. მათი აზრით, ქარხნის სანქცირება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და ეკონომიკურ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ბუნებრივია პოლიტიკურად, როდესაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტში საქართველოს ორი განზომილებით ახსენებს და ასანქცირებს კრიპტო კომპანიებს ქართულს, რომელიც რუსეთს ეხმარება, ისევე როგორც ნავთობგადამუშავებელ ქარხანას, სადაც ქართულ ბანკის და სახელმწიფოს კაპიტალია, აჩვენებს იმას, რომ დღეს ივანიშვილის საქართველოს პირობებში ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეკონომიკური განზომილებით. თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებებისა, 6 თვიანი საშეღებათო პერიოდის დაწესება ქარხნისთვის კიდევ ერთი გაწვდილი ხელია საქართველოსთვის, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ევროკავშირი არ უშვებს საქართველოს ბოლომდე ხელს და იმ შემთხვევაში თუ აღარც ეს 6 თვიანი პერიოდი აღარ გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, რა თქმა უნდა, შედეგი იქნება უმძიმესი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად შედეგი უკვე არის უმძიმესი იმ ვითარებაში, რასაც ქვია რუსეთის მხარეს ყოფნა ამ რთულ დროს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ცალკეული ევროპული სახელმწიფო, არამედ სრულიად ევროპული კავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ. ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში. და ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არასდროს არ უნდა აღმოჩენილიყო. ეს არ არის ერთი კომპანიის ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი. როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად არის მიჩნეული როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. 16 მარტს ირაკლი კოფახიძე აცხადებდა, რომ ციტირებ, ყულევის პორტი, ქარხანა, ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდისავლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პორტი მართლაც ამოღებული იქნა სანქციის სიიდან, ვხედავთ, რომ ამ გაცხადებიდან 4 თვის თავზე დღეს უკვე სანქცირებულია ქარხანა, რომელიც ციტირებ, რუსული ნავთობის ვაჭრობითა და გადამუშავებით არის დაკავებული. სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, რომ არანაირი ნავთობის გადამუშავება ყულევის ნავთობტერმინალში არ ხდებოდა. ეს იყო თაღლითური დანიშნულების მქონე კომპანია, რომელიც უბრალოდ დოკუმენტებს აწარმოებდა. დიახ,
საბუთების წარმოებით იყო დაკავებული, რომ უცვლიდნენ რუსულ სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს წარმოშობის სერტიფიკატებს, რომ შესულიყო სინამდვილეში როსნეფტის, გაზპრომნეფტის და სხვა სანქცირებული რუსული კომპანიების ნავთობპროდუქტები, იქნებოდა ეს დიზელი, ბენზინი თუ სხვა პროდუქტი, შესულიყო მათ შორის ევროპის და მესამე ქვეყნების პორტებში და ქვეყნებში, ისე როგორც ქართული წარმოშობის. თორე სინამდვილეში წარმოება, რასაც ქვია კლასიკური გაგებით წარმოება, რომელიც ასაქმებს ადამიანებს, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ყულებში არასდროს არ ყოფილა. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება და დღევანდელი ხელისუფლება ცოტა გონს მოეგებიან და როგორღაც ამ სანქციების კონტექსტ არ გააღრმავებენ და ეს იქნება პირველი და უკანასკნელი, რომ წარმოუდგენელი ზიანი, რეპუტაციული ზიანი ადგება საქართველოს. წარმოუდგენელია შენ და როცა ევროკავშირი ასანქცირებს რუსეთს, ბელორუსს და აი აქ არის მოხსენებული საქართველო. ამით რას ვხედავთ, იცით, ნათლად რა დასტურდება? აი ამ სანქციების პაკეტით, სადაც საქართველო, ბელორუსი და რუსეთთან ერთად არის მოხვედრილი, დასტურდება ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური კურსი, რასაც ყობახიძე და ქართული ოცნება ამას ხმამაღლათებთან ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ ფაქტი არის, როცა მსგავსი ფაქტები გლინდება, ამით პირველი რასაც ვხედავ და ვამჩნევთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკურ კურსს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სხვანაირად, როგორ შეიძლება საქართველო იყოს დასანქცირებული ევროკავშირის მხრიდან, რუსეთთან და ბელორუსთან ერთად. 21 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესდა ასევე 14 კრიპტოვალუტების სერვისის პლატფორმას, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელორუსში. ევროკომისიის პრესპიკერი შივონ მაკგარი ამბობს, რომ მას არ აქვს ზუსტი ციფრები ქართული კრიპტოკომპანიების რაოდენობაზე, რომლებიც ამ პაკეტში მოხვდნენ. მისი თქმით, ინდივიდუალურად შეიყვანეს სიაში გარკვეული პლატფორმები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდისავლისა და რუსეთის მიერ თანხების გადასარიცხად. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21 პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი, შპს AI4, შპს აპცექსი და შპს რაპირა გრუპი საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არც ერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები. აქვე აღნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შემოსვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი ძალაში შევიდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ 23 ივლისზე. პაკეტი შეეხო 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის ბანკებს, კრიპტოვალუტის კომპანიებს, ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებსა და სხვებს.